ასე რატომ გაინტერესებს სომხეთიო, ახლა მოიწერება რომელიმე ტროლი. ქართული ოცნების მიერ ამოქოქილი, მოკოქილი, მომართული ტროლი ქართული ოცნების მიერ და დაამატებს შესაძლოა დაამატოს ამგვარი სიტყვაც კი შენაო რამე სომხური ძირები ხომ არ აქვს ჯერ ერთი სათაკილო სულაც არ არის თუ მაინც და მაინც სომხური ძირები მაქვს თუმცა არ მაქვს აქვე გეტყვით მაგრამ აი მაგალითად ჩვენ გვყავს ერთი არაჩვეულებრივი სპიკერი გიორგი ტუმასიანი რომელიც საერთოდ სომხური ძირები აქვს რამე საერთოდ სომეხი კაცია სომხური წარმომავლობისა უფრო ზუსტი რომ იყო მაგრამ ბევრ ქართველზე კი არა აი ქართველი კაცია ქართველი სომეხია ასე ვამბობთ ხოლმე ჩვენ და სწორიც არის, სწორი შეფასება, სწორი მიდგომაც არის. რატო გაინტერესებს სომხეთი და გაგიფრთხილთ? იმიტომ რომ სომხეთში რაც ხდება ახლა, რა პროცესიც მიმდინარეობს, ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია. გამეთანხმება ალბათ ამაში თეონა აქუბარდია, რომელიც შემომიერთდა ახლა გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. პოლიტიკოსი, ასე უნდა მოგიხსენიოთ, თეონა, ჯერაც პოლიტიკოსი, თუ მაინც რაღაც ექსპერტი უნდა დავარქვათ. თქვენ იყავით პარლამენტის წევრი, მაგრამ ეხლა რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში არ ახართ, რომ ესწავლეთ. არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არა ვარ, დეპუტატის მანდატიც აღარ მაქვს, თუმცა ვარ უსაფრთხოების სფეროში სპეციალისტი. ამას ნამდვილად ვერავინ ვერ წამართავს შესაბამისად. ამას ვერ წაგართი, თუმცა ქართული ოცნება ყველაფრის წარწმევად ცდილობს, მაგრამ მაინც თქვენთვისაც და ბევრისთვის. თეონა, რატომ არის სომხეთი ახლა ძალიან მნიშვნელოვანი თემა? სომხეთის თემა რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენს კონტექსტში? მე გავდივარდი თუ გებავწანებ, თუ დავამთავრებ. მე გეტყვით კი არა, მაყურებელს ვიტყვი რომ 7 ივნის, აი 10 დღეში. სომხეთში გაიმართება ვინიცის და სომხეთისთვის ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები. რაც კი სომხეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა არსებობს ჩვენს დროებაში. და ამ არჩევნებზე გადაწყდება სომხეთი მაინც რჩება რუსეთის გავლენის სფეროში. თუ სომხეთი მაინც განრუსეთდება, განქორწინების გზას დაადგება. ყველაფერს აკეთებს რუსეთი და მომავალშიც გააკეთებს აგვისტოში რეფერენდუმი ეკნება სომხეთს ეკნება რეფერენდუმი თუ პაშინიანი გაიმარჯვებს ყარაბაღთან დაკავშირებით ყველაფერს გააკეთებს რომ ფეხი ჩაიტოვოს. მაგრამ ამავდროულად სომხური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველ შემთხვევაში და პრემიერი პაშინიანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ როგორღაც დასცილდეს ამ ბოროტების სიკვდილის იმპერიას. კი მოდიშოთ მე კითხვა კი არა ჩემი რემარკები გამიგზავნა თქვენი შეფასება თეონა. მე დავაზუსტებდი ირაკლი შენის ნებართვით სომხეთია გასულია რუსული გავლენის სფეროდან. ეხლა უბრალოდ რუსეთი ცდილობს რომ თავისი დასაყრდენი პრორუსული ოპოზიციით, ოლიგარქით, რომელსაც ბიზინა ივანიშვილს, ქართულ ბიზინა ივანიშვილს ეძახიან, შეძლოს რომ დააბრუნოს სომხეთი რუსულ ჭაობში და აი ახლა არის მთავარი საკითხი სწორედ არჩევნები. ვფიქრობ რომ ბევრად უფრო შესაძლებელია რომ დემოკრატიული სომხეთის გამარჯვებით დასრულდეს და შემდგომ ალბათ უფრო კრიტიკული არის რეფერენდუმი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ახლა სომხეთის ამ ექსიტს რუსეთის გავლენის სფეროდან? დავიწყოთ იმით რომ სომხეთი რუსეთს დაშორდა მას შემდეგ რაც გაფორმდა სამშვიდობო შეთანხმება პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და მას შემდეგ რაც რუსეთმა დაკარგა გავლენა ჩვენს ორ მეზობელზე და გავლენის მისი მთავარი ბერკეტი იყო სწორედ კონფლიქტი და ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული დავა. შესაბამისად ის რომ დღეს სომხეთი კანონით აცხადებს რომ ევროინტეგრაცია არის მისი არჩევანი. როდესაც სომხეთი ხდება სტრატეგიული პარტნიორი შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, როდესაც დღეს სხვათა შორის არის სომხეთის პირველი რესპუბლიკის დღე და სომხეთი ატარებს ძალიან სამბეჭდავ სამხედრო აღლუმს არაფისის დადების ცერემონიას, როგორც ჩვენთან არის ივანიშვილის მოსვლიდან დღემდე, არამედ სამხედრო აღლუმს, სადაც 6 ქვეყნის ახალი სამხედრო ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს, მათ შორის ახალი უნიფორმებით და ეს არის არა იმისთვის, რომ ომი უნდა პაშინიანს, არამედ იმიტომ, რომ ის მშვიდობას იცავს და მშვიდობას არა მხოლოდ ჯარით, არამედ სტრატეგიული პარტნიორების ინვესტიციებით იცავს, რომელიც მათ შორის მარკო რუბიოს ხელმოწერით გაფორმდა ერევანში 26 მაისს, სხვათა შორის ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს და თქვენ რომ ნახოთ სტრატეგიული პარტნიორების ქარტია შეერთებულ შტატებთან და შეადაროთ შემდგომი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორების ქარტიას, ნახოთ რამხელა სხვაობაა
მასშტაბური სხვაობაა. თავდაცვის საფრთხეების კუთხით, ეკონომიკის კუთხით, დემოკრატიის და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების კუთხით და მომავალი სომხეთის მშენებლობის კუთხით. ამიტომ თუ საუბრობთ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის სომხეთის დემოკრატიულ განვითარებას, მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ რეგიონს როგორც არასდროს ისე აი პირველად აქვს შესაძლებლობა გრძელვადიანი მშვიდობის ხანაში იცხოვროს და იმ კეთილდღეობით, რომელიც იმ დერეფანს მოაქვს, რომელიც ერთი მხრივ არის ტრიპი, ტრამპის გზა და მეორე მხრივ შუა დერეფანი და ტრიპი არის არა ალტერნატივა საქართველოს გამავალი დერეფნის, არამედ გაგრძელება და ამ ვითარებაში მთავარი დაბრკოლება არის საქართველო, რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფი საქართველო ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს მაინც დროებითია და საბოლოო ჯამში დასავლეთის იმ დიდი ყურადღებით და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ რიგში ეს იქნება განმაპირობებელი საბოლოო ჯამში რეგიონის გათავისუფლების რუსეთისგან. თეონა, თქვენ იმდენად სრულყოფილი პასუხი გამეცით, რომ მომინდა 7 კი ითქვის დასმა და თქვენ პრაქტიკულად 7-ვე კითხვას გაიცით პასუხი, მაგრამ მერვე კითხვა დამებადა ამასობაში. ტრამპი. პრეზიდენტი ტრამპი აი დღეს გავრცელებულ მიმართვაში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი არის ადრესატი. ორი რამით არის ჩემი მოსაზრებით გამორჩეული. პირველი, ეს არის უპირობო და ღია მხარდაჭერა ფაშინიანისათვის. როგორც წესი დიპლომატიურ ენაზე როგორ თარგმნოთ ამას არ აკეთებს რომელიმე სხვა სახელმწიფო არ აძლევენ თუნდაც დიდი სახელმწიფოები პატარა სახელმწიფოებთან მიმართებაში მით უფრო ამგვარი უფლებას საკუთარ თავს. მაგრამ ტრამპს, რომელიც ეს არაორდინალური პოლიტიკოსია, ეს რაღაც ჩარჩოები თითქოს არ აღელვებს. ის ამბობს, რომ ტრაი ფაშინიანი არის ჩემი მეგობარი, ჩემი პარტნიორი, რომელმაც დიდი სომხეთის იდეა აღორძინა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ფრაზა იყო დიდი სომხეთი. როგორ თარგმნოთ, ხო, ანუ აქ არის ლაპარაკი ეგრეთ წოდებულ დიდ მასშტაბში დიდ სომხეთზე, ხო, რაღაც ისტორიულ სომხეთზე. აქ არის ლაპარაკი, ხო, დიად სომხეთზე, დიადი სახელმწიფო უნდა იყოს, ძლიერი სახელმწიფო უნდა იყოს სომხეთი და კიდევ ამავე განცხადებაში ამბობს ხაზგასმით თუ არ ვცდები ორჯერ და არ მეშლება, რომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ისეთ მწვერვალებზე ავიწყვანთო. ეს სამხრეთ კავკასია ხალხნო პრეზიდენტო ტრამპ მე რომ კონდეს შესაძლებლობა ასე მივმართავთ. არ არის მხოლოდ სომხეთი და მხოლოდ აზერბაიჯანი. სამხრეთ კავკასიის უმნიშვნელოვანესი ქვეყანა არის საქართველო და აქედან გამომდინარე უსაფრთხოების ექსპერტთან პირს რომელიც ამ მიმართვებით მუშაობს წლებია. მე ვეკითხებია ამგვარი კითხვით მივმართავ. საქართველო ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. საქართველო ამოაგდო ივანიშვილმა და თორე ამოვარდნილი არ არის, იმიტომ რომ რუკის კითხვა ყველა მიცის, არწმუნებული ვარ შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად იცის. დიახ და აი გუშინ იყო შეხვედრა მაკა ბოჭორიშვილთან და ჩვენთვის ნაცნობ ლაშად არსალიასთან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების და თქვენ თუ მიაქციათ ყურადღება შალვა პაპუაშვილის განცხადებას ამერიკასთან ურთიერთობების განახლების კუთხით, ჩვენ ხედავთ, რომ არ აქვს რესურსი ივანიშვილს, რომ ეს ურთიერთობები აღადგინოს, მიუხედავად სურვილისა. ახლა მე რამდენი დელეგაცია ჩამოდის შეერთებულ შტატებიდან, მე რამდენიჯერ ხვდებიან ისინი ქართული ოცნების წარმომადგენლებს და პაპუაშვილი როდესაც ამბობს, რომ გავარკვევთ ერთი ორ აინტერესები აქვს ამერიკასო და მე გადავწყვიტავთ ემთხვევა თუ არა ჩვენი ინტერესებიო, იმ ტონალობაში, რომ ეს ინტერესების დიდი განსხვავება არსებობს დღეს ივანიშვილსა და შეერთებულ შტატებს შორის, აჩვენებს იმას, რომ მათ ამის რესურსი არ აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ პოპულისტურად ძალიან სურთ ამ ყველაფრის შეფუთვა და გაყიდვა და მიუხედავად იმისა, რომ იციან რა ზალა აქვს პრეზიდენტი ტრამპის სურვილს და ეს ნანახი აქვთ მათ შორის ძალიან ბევრ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ დროის საკითხია ეს ყველაფერი და მთავარი ეტაპი არის სომხეთის არჩევნების დასრულება და რეფერენდუმის გადაგორება. ამ რაკურსით საკითხის დაყენებისათვის ძალიან დიდი მადლობა. ამ ცოტა ხნის წინ ვიდრე თქვენთან ინტერვიუ დაიწყებოდა, მე ვიდეობლოგი ჩავწერე, ჩემი მონოლოგი. და ეს ჩემი ვიდეობლოგები როგორია იცით, აი მე გზადაგზა ვსჯელობ, თითქოს მაყურებელს ვცდილობ ყოველ შემთხვევაში მაყურებელთან ერთად ვიმსჯელო და მეც გავბედავ და ვიტყვი ასე თქვენი არ იყოს მივუკავშირე საქართველოსთან დაკავშირებით უფრო მკაფიო ოპოზიციების ჩამოყალიბება ოკეან გაღმა, ლაჟვარდოვან ოკეან გაღმა სიმციდან. სწორედ სომხეთის არჩევნებს და მილიციის და რეფერენდუმსაც კი.
ანუ მაშინ, როდესაც პაშინიანი გაიმარჯვებს, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდება, ეს რეფერენდუმი კი უმნიშვნელო ამბავი არ არის, უსეთი ეგრა მაგის პასუხია და კიდევ ერთხელ ეცდება ერთი ჩატოვებას, რევანშს, რა ვიცი, მოხელთებას, ლუკაშენკას გამოყენების გარეშე მნიშვნელობა არ აქვს. და მერე უკვე საბოლოოში კარაპეტიანი ყავთ რესურსად და კარაპეტიანი ეხლა მაცხდება შვიდში, ხო, არ ვიცი, ხო, კი ბატონო, კარაპეტიანი. მერე უკვე საბოლოოდ შედგება შეთანხმება ალიევს, ანუ აზერბაიჯანს და ფაშინიანს, ანუ სომხეთს შორის და ეს ქვეყნები ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასაც საზღვრებს. საზღვრები რაც ძალიან მნიშვნელოვანია და რაც არც ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული არც ერთ მეზობელთან თურქეთის გარდა. ხო, თურქეთის გარდა არავისთან არ აქვს განსაზღვრული და ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ეხლა ამას კი არ ეხება ჩვენ დღევანდელი გარსება, მაგრამ კარგი ხნის განმავლობაში სომხური და აზერბაიჯანული მხარეებიც იხვეწებოდნენ ხმამაღლა თქომია შეიძლება, მაგრამ აყენებდნენ ამ საკითხს, რომ განსაზღვროთ ხალხს. კარგით, ეს სამომავლო და სპეციფიკური გადაცემის თემა. და მე ეს ვივარაუდე სწორედ ესეთი ანალიზი გავაკეთე, რომ უკვე შემდგომ ვაშინგტონის დაკვირვების და ვაშინგტონიდან მკვეთრი განცხადებების ობიექტი იქნება საქართველო, მეთქი ხომ არ ვაჭარბებ თუ არის კავშირი. ცირე ტექნიკური პრობლემის გამო გაითიშა კავშირი, თეონა, მე მსჯელობდი თემაზე, საკითხზე, რატომ, ანუ ვთქვათ, როდის იქნება უფრო მკვეთრი ვაშინგტონი თბილისთან მიმართებაში, მეთქი ეს თქვი და ვივარაუდე, რომ სწორედ მაშინ, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდება და სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერება საბოლოო ხელი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. აი თუ კავკასიაზე ან სამხრეთ კავკასიაზე ვლაპარაკობთ, უკვე ამის შემდეგ უფრო ნათელი იქნება პოზიცია შეერთებული შტატებისა, მკვეთრი პოზიცია ხასუცო. ირანის საკითხის გადაჭრა არ დაგვავიწყდეს, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მე გეთანხმებით აბსოლუტურად და მადლობა რემარკისთვის, აგრეთვე გავბედავ და ვიტყვი უკრაინაში უფრო მეტი უკრაინის უფრო მეტი წარმატების კვალდაკვალ და პუტინის მითრევის სამშვიდობო მოლაპარაკებებამდე პუტინის მითრევის კვალდაკვალ. ჩემი კითხვას ვარადეს ეხება თქვენის ნებართვით. თქვენც აღნიშნეთ, რომ სომხეთში უპრეცედენტო მასშტაბის აღლომი იმართება, სწორედაც რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები არ მინდა შემეშალოს და მე-7 ქვეყანაა, რომელიც იარაღს აწვდის სომხეთს. ან მე-6 ან მე-7 შეიძლება მეშლება. სომხური იარაღის, რუსული იარაღისაგანაც კი თავისუფლდება სომხეთი. რატო? ვის წინააღმდეგ იბრძვის? ეს კითხვა საკვანძოა არა ჩემთვის, არამედ იმ პირებისათვის, რომლებიც შეიძლება გვეკითხებიან მეც და თქვენც, რომ კი მაგრამ თუ სამშვიდობო შეთანხმება ფორდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაშ რაღა საჭიროა სომხეთის შეიარაღება, სწორი სიტყვა ალბათ. ბრძანეთ. ირაკლი, გაგახსენებ ძალიან ცნობილ ძველ ბერძნულ გამონათქვამს, თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის, მიუხედავად პროპაგანდისა, ძლიერი ჯარი არის სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელი ბერკეტი. და დიახ, აზერბაიჯანთან კონფლიქტი დასრულებულია, საბოლოო ჯამში ველოდებით, რომ სამშვიდობო არა მხოლოდ ხელშეკრულება გაფორმდა და რეალიზდება, არამედ მათ შორის იმას, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი დაიწყებენ კეთილმეზობლურ მეგობრულ ურთიერთობებს ტრამპის შუამავლობით. მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს აქვს თავისი ბაზა სამხედრო გვიმში და რუსეთი ღია თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით და სომხეთში გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია, მუშაობს იმისთვის, რომ სომხეთი დააბრუნოს უკან. და ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, საფრთხე რეალურია, მით უფრო მაშინ, როდესაც რუსული სამხედრო ბაზის არსებობა ქვეყნის შიგნით რას ნიშნავს, ალბათ ქართველებმა ყველაზე კარგად უნდა ვიცოდეთ. შესაბამისად, ძალიან სწორი აქცენტი ჰქონდა პაშინიანს გაკეთებული სამხედრო აღლუმთან დაკავშირებით. ეს აღლუმი არა ომის, არამედ მშვიდობის დაცვისთვის არის და ის, რომ შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სომხეთთან მოიცავს ჯარის გაძლიერებას, განათლებას, წრთნას, აღჭურვას, საზღვრის დაცვის კუთხით ხარდაჭერა თქვენ ისიც, რომ რუსეთის FSB-ს ჯარები დგანან სომხეთის საზღვარზე.
და ამ კუთხითაც დახმარებას მათ შორის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, კიბერუსაფრთხოების, დეზინფორმაცია პროპაგანდის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის ხარტიაში ყველა ეს მხარდაჭერა ამერიკის და მათ შორის ერთობლივი სამხედრო საწარმოს შექმნაზე აქცენტი არა აზერბაიჯანის წინააღმდეგ არის, არამედ, რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც დღეს იმუქრება, რომ სომხეთი ან მასთან არის, ან ის ხდება მტერი და ეს არის ევროკავშირი. თუ აქამდე ნატოზე იყო აქცენტი რუსეთის მხრიდან, ეხლა უკვე ევროკავშირის წევრობაც რუსეთის განცხადებით არის მის წინააღმდეგ სვლა. შესაბამისად, სომხეთი იცავს თავის სუვერენიტეტს და იცავს რუსეთის საფრთხესგან თავს, რომელიც ეკონომიკურ განზომილებაში რომ თვალხილულია, ამას ხედავთ უკვე იმ ცნობილი ემბარგოებით, რომელიც საქართველომ გაიარა და გვარიანად კარგად გაიარა მიუხედავად რუსეთის შანტაჟის და მოხალისეობის. კი ეს თქვენაც ბრძანეთ ეს თუ გინდა მშვიდობა ემზადე ომისთვის სივის პასემ პარაბელონ ხო მე ამაზე მეც მქონდა გუშინ სწორედ ვიდეობლოგი და არა მხოლოდ მე ჩვენს კარგად უნდა გავიგოთ აქ არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული შეიარაღება ამ შემთხვევაში სომხეთისა არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვისათვის ემანდ აი მოდი ასე ვიტყვი 1%-ის თუ 1 თუ არსებობს იმისა რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა ამჯერზე რუსეთმა შემოარღვიოს გიუმრის ბაზიდან თუ სხვა სივრცეები და სხვა სივრცეები პრინციპში არც არსებობს, მაგრამ მაინც ხო ამისთვის ემზადება ყველა თავმოყარე, პატივმოყარე, თავმოყარე ადეკვატური. მე გაგახსენებ ჩვენი სამხედრო ძალების თავდაცვალები ქვია მას სტრატეგიული ამოცანა რა არის? შეკავება და თავდაცვა. შეკავება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ისეთი ძლიერი ჯარი ყავს, რომ ძვირი დაუჯდება მტერს შენ წინააღმდეგ სამხედრო იერიში, ამ შემთხვევაში ეს აკავებს ამ მტერს, რომ ომი არ დაიწყოს შენ წინააღმდეგ და თუ ეს შეკავება აღარ მუშაობს, ამ შემთხვევაში არის მე უკვე თავდაცვაზე გადასვლა. ამიტომ ძლიერი ჯარი არ ნიშნავს იმას, რომ ომი გინდა. ძლიერი ჯარი ნიშნავს იმას, რომ ისეთი ძლიერი ხარ, რომ მტერი გადაიფიქრებს შენზე სამხედრო იერიშს. შესაბამისად, ეს არის შეკავება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში. მეც სასაკვირველია და მე აბსოლუტურად გეთანხმებით, მე პერსონალურად გეთანხმებით, არ გავცეთ პასუხი მაინც და მაინც იმ პირებს, იმ უგვარებს, რომლებიც გვეტყვიათ, რომ აგე უკრაინასაც ყავდა ძლიერი ჯარი და მაინც დაესხა თავს, არ გავცეთ პასუხი ხაზგასმით. თქვა, თუმცა ის მაინც თქვათ, რომ რუსეთს მართლა ძალიან ძვირი უჯდება, ის ძვირი მატერიალურ განზომილებაში და ძვირი ადამიანური რესურსების. თუმცა არ ეგონა რომ ძვირი დაუჯდებოდა და ეგონა რომ სამ დღეში კიევში იქნებოდა. ამიტომაც გაგედა. ეხლა რაღაცა ამ მიმართულებით წავიდა ჩვენი საუბარი, მე მაინც გითხავთ თქვენ თავდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტს. ერთია თავდაცვის ძალები, შეიარაღებული ძალები ჩვენი, როგორიც არის და რასაკვირველია ჩვენ გვინდა რომ ის იყოს უკეთესი, მით უფრო ახლა 21 საუკუნის 20 წლებში, როდესაც სრულიად სხვა განზომილებები, სხვა ტექნოლოგიური განზომილებები შეიძინა ომმა. ახლა პირველი მსოფლიო ომი იყო 10 წლებში რაღაც მძიმე ტექნიკის დემონსტრირების, მეორე მსოფლიო იყო ავიაციის დემონსტრირება. ხო, ახლა არის საერთოდაც წარმოიდგინეთ დრონები, ერთი დრონების არმადა ანადგურებს ლამის მთელ ქვეყანას. ასე უნდა ვთქვა, ხა, უხეშად. 7,000 $2000 დრონი ვუტრინებ, რასაკვირველია, ჯამში 15-20,000 $-ის ღირებულების შეიძლება გაანადგუროს მთელი რაღაც სატანკო ბატალიონი. ეს ერთი. ვისურვებთ რასაკვირველია, რომ უკვე უნდა ვისურვოთ, რომ უკეთესი ჯარი გქონდეს. მაგრამ ხომ არ უნდა იფიქროს ადეკვატურმა რა ივანიშვილის არამედ ადეკვატურმა ქვეყანამ ისიც რაზე ტოტალურ თავდაცვაზე როგორც ასეთზე. ტოტალური თავდაცვა ნიშნავს იმას, რომ მე გუშინაც ეს ვთქვი და არ მეთაკილება ამის გამეორება, მე პირი, რომელსაც იარაღი მჭერია სულ მაქსიმუმ აი ფილთა თოფი ორდულიანი ბაბუაჩების ბაბუის ნაკონი ორჯერ და რომ მითხრან ახლა დაშალე ეს თოფიო მე ვერ დავშლი სადღაც სოფელშია ეს თოფი მე ვერ დავშლი გაჟანგებულიც არის მაღალი ალბათობით მე უნდა ვიცოდე მე რას ვაკეთებ ვეხმარები თუ არა ჩვენ საერთო მეგობრებს აუცილებელი გეჭიროთ თოფი ირაკლი თქვენ შეგიძლია გეჭიროთ ტელეფონი ამ შემთხვევაში კალამი და კალამი აი ვაჩვენოთ ხო დემონსტრირება კალამი ტელეფონი და შეიძლება ამ ბოტში რომელიმე სამიღებ თუ გებოთ ვაკეთებდე რაღაც პირობითად რუსების საწინააღმდეგო რაღაც მოლოტოვის კოქტეილს
თვის ხაზს უსვამთ და არა შეიძლება არც ვაკეთებდე და ეხმარებოდეს სხვა. თქვენ არ უნდა აკეთოთ. ტოტალურ თავდასხმაზე მილაპარაკეთ. რამდენად აუცილებელი ადეკვატური ქვეყნისთვის გასაგებია რომ ივანიშვილი ამას არ გააკეთებს, მაგრამ აი მოვიდა ხელისუფლება სხვა გვარი. მეც და მე გაგახსენებთ ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრს, რომელიც ტოტალური თავდაცვაზე ლაპარაკობდა ის ხანი, რა ხანითაც იყო თავდაცვის მინისტრი. ეს ტოტალური თავდაცვა არც იზორიას გამოგონებაა და არც რომელიმე სხვა ცალკეული ქვეყნის, ეს არის ერთიანად სისტემა, რომელიც მხოლოდ ჯარზე არ გადის, მათ შორის მთელ მთავრობის მიდგომას მოითხოვს, ჯანდაცვის სამინისტრო, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, თქვენ ალბათ გახსოვთ ტრაქტორები, როგორ იყო გამოყენებული უკრაინის ომში, ხო, ალბათ და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი განზომილება იყო ამ ომის. და დღეს, როდესაც დემოკრატიული მსოფლიო საუბრობს საზოგადოების და ჯარის ერთობაზე და მთავრობის, ასე რომ ვთქვა, და ეროვნული უსაფრთხოების პარადიგმა არის შეცვლილი იმგვარად, რომ მაშინ, როდესაც რუსეთი თავისი პროპაგანდა დეზინფორმაციით ომს უცხადებს არა მხოლოდ მთავრობას და ჯერს, არამედ მათ შორის მოსახლეობას და მათი გულების და ტვინებზე იერიშით ცდილობს, რომ წინააღმდეგობა შეეჩეროს, აქ მთლიანად საზოგადოების ჩართვა არის აუცილებელი. ამიტომ ტოტალური თავდაცვა იმ ახალი გაგებით, რაც გულისხმობს თქვენი როგორც ჟურნალისტის, ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგობის ნებას და უნარს იმისა, რომ საფრთხის შემთხვევაში ყველამ ერთად დავიცვათ ქვეყანა, ვისაც როგორ შეუძლია, ვიღაცას შეუძლია სამედიცინო კუთხით, ვიღაცას შეუძლია ინჟინერიის კუთხით, ვიღაცას შეუძლია მათ შორის შეიარაღების კუთხით, მობილიზაციის კუთხით. ძალიან ბევრი მიმართულება არსებობს. ჩვენ ეს კონცეფცია გქონდა, არა დამტკიცებული, სხვათა შორის მიუხედავად ამ ბევრი ლაპარაკებისა, მაგრამ არა და არ მოხდა ამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციის დამტკიცება, მაგრამ ამას პირველ რიგში ჭირდება პოლიტიკური ნება. და ყველაზე კარგი ეს სისტემა ქონდა ფინეთს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე დიდი ჯარი ყავდა, ყველაზე დიდი რეზერვი, მათ შორის წევანდელთა სისტემა არ გაუქმებია და მათ შორის და არ იყო, მაინც გადაწყვეტა, როგორც კი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა აგრესია განახორციელა, მაინც გადაწყვეტა ნატოში წევრობა, იმიტომ რომ იცნობდა რა მის მეზობელს, იცოდა რომ ეს იყო გზა მისი უსაფრთხოების დაცვისთვის. შესაბამისად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკა. მე absolutely გეთახმები და იმასაც ვეთქვი ქართული ოცნების მომხრე მაყურებელს, რომ ტოტალური თავდაცვის კონცეფციები ყველა წამყვან სახელმწიფოში, ევროპულ სახელმწიფოში არსებობს. იმ სახელმწიფოებშიც კი, რომლებსაც ესეთი ეგზისტენციური საფრთხეები ან თითქოს არ ემუქრებათ. ანუ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ დასავლეთ ევროპაშიც რამე რომ იყოს ხალხო, ჩვენ არსებობისთვის უნდა ვიბრძოლოთ. სახელმწიფო თუ გვინდა. უბრალოდ ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ხელოვნურადაც დაშინებულია 2008 წელს გამოვლილი საზოგადოება, დაშინებულია ამობით და ეს ხელისუფლება წოდებული ჯგუფი აშინებს და ქართული ოცნება აშინებს და აშინებს დამატებით. ერთი კითხვა. ტოტალური თავდაცვა. ქართული ოცნების ერთ-ერთი მომხრე, რა უფრო ზუსტი რო იყო პროპაგანდისტი. ჩვენი საერთო მეგობრის პოსტზე, Facebook პოსტზე, რომელიც ამ თემას ეხება, ეძღვნება, წერს ამგვარ რამეს, ტოტალური თავდაცვა ნიშნავს მზაობას ტოტალური მრავალწერტილი სიკვდილისათვის. გავაქარწყლოთ ეს ბოდვა, გავბერავდა ვიტყვი ასე. ეს არის პოლიტიკა იმისთვის, რომ დანებება და შემგუებლობა მტრისადმი იყოს ყველა განზომილებაში, მათ შორის ჯარის და ეს რომ რუსეთის ინტერესია, ამაზე სხვათა შორის თავის დროზე სუსის ანგარიშებშიც ბევრია ნაწერი ქართული ოცნების სუსის უფროსების მიერ. რაც შეეხება ტოტალურ თავდაცვას, ტოტალური თავდაცვა იგივე ყოვლის მომცველი თავდაცვა, რაც ფინური ტერმინია, ეს რა თქმა უნდა არის იმისთვის, რომ ყველა გახდეს ჯარისკაცი ქვეყნის. და ჯარისკაცი არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც იარაღით და სამხედრო აღჭურვილობით, არამედ
ყველა უნარების გათვალისწინებით იქნება ეს სამედიცინო, იქნება ეს ტექნიკური, იქნება ეს სხვადასხვა მიმართულებით ჩადგეს ქვეყნის დაცვის სამსახურში, მათ შორის იგივე როდესაც ვსაუბრობთ კიბერუსაფრთხოებაზე და კიბერთავდაცვაზე, თქვათ შორის ძალიან საინტერესო ისტორია იყო, როდესაც ჰისროუს აეროპორტზე მოხდა კიბერთავდასხმა ლონდონში, იქ ერთმა ახალგაზრდამ მოახერხა ერთი ლეპტოპით ამ კიბერთავდასხმის მოგერიება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის იმ სპეციალისტებს, რომელიც კიბერსივრცეში და ამ განზომილებაში იცავენ ქვეყანას. შესაბამისად, ეს კონცეფცია იყო სახელმწიფო დონეზე, ეს ჰქონდა ჩვენ სტრატეგიულ დოკუმენტებში, კონცეფცია ჰქონდა ლევონ იზორიას დამუშავებული, მოხდა რომ დამტკიცებით არ დამტკიცა ეროვნულ დონეზე, მაგრამ ეს არის ის კონცეფცია, რაც ქვეყნის თავდაცვისთვის არის აუცილებელი და ის რომ ქვეყნის დაცვა არის თითოეული მოქალაქის ვალდებულება, ამას ჩვენ კონსტიტუცია გვეუბნება, სხვა შორის ირაკლი კობახიძის კონსტიტუცია, შესაბამისად ქართული ოცნების პროპაგანდისტის ნათქვამი, რომ ტოტალური თავდაცვა არის ტოტალური სიკვდილი, სხვა არაფერი არ არის, თუ არა შეგუების, დანებების რუსული გზა, რაც რა თქმა უნდა არამს და არამც არ გამოვა ამ ქვეყანაში, მე ამდულად ამის ვწავს. პოლიტიკურ საკითხებზე მადლობთ თეონა პასუხისთვის, პოლიტიკურ საკითხებზე გადავიდეთ. ბოლო 2 დღეა სამმა მნიშვნელოვანმა ორმა ინსტიტუციამ და ერთმა პერსონამ, თუმცა ის ინსტიტუციას წარმოადგენს, მკვეთრი განცხადებები ბოლო 3 დღის განმავლობაში, მკვეთრი განცხადებები, კვლევები და ასე შემდეგ. სტატიები უძღვნა საქართველოს. პირველი ეს არის ვაშინგტონ პოსტი, რომელსაც ყოველდღიურად კითხულობს პრეზიდენტი ტრამპი, მეთქი გუშინ თქვი და ასეც არის, მაინც და მაინც შეიძლება ფურცლებზე არის, მაგრამ აბრიფავენ, ანუ მოკლედ შინაარსს აცნობენ მნიშვნელოვანი ედიტორიალებისა განსაკუთრებით. მეორე ეს არის ჰადსონის ინსტიტუტი, რომელმაც კვლევა გამოაქვეყნა საქართველოსთან დაკავშირებით. მესამე ეს არის პირი, რომელმაც ჯერ ვერ მიუკაპუნა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის კარზე პრეზიდენტ ტრამპს მაინც და მაინც, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ვერ მიუკაკუნებს ხვალზე და ეს კაცი არის კონგრესმენი უილსონი. რესპუბლიკური პარტიის წევრია, ოღონდ არ დაგვაგვიწყდეს პრეზიდენტ ტრამპის პარტიის წევრი. ხო, რომელსაც სხვათა შორის ტრამპმა მაყურებელს შევახსენოთ, ტრამპმა ამ ცოტა ხნის წინ და 2 თვის წინ იად დაუჭირა მხარი. მე მინდა გითხოთ, ქართული ოცნების ისტერიკა, რომელიც მას დაემართა ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან, ევროკომისიასთან მიმართებაში. არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისთვისთვე სავალალო ეგრე მაგის პასუხება თითქოს ვერ ბედავდნენ, ან ხშირად ვერ ბედავდნენ გაკრიტიკებას ოკეან გაღმა სივრცის ცალკეული ინსტიტუციებისა, მედიისა და ასე შემდეგ. თუ ამ სამეულს სენატორ შახინსაც დავუმატებთ, რომელთან დაკავშირებითაც Deep State-ია ერთ-ერთ მოუგვარმა დეპუტატმა თქვა. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი. დემოკრატიული პარტიის ოღონდ ისიც აღნიშნოთ, რომ დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კი არის ეს ძალიან საგარეო კომიტეტის გავლენიანი თავმჯდომარე. საგარეო, მაგრამ ამბობთ არის რესპუბლიკელების მეგობარი, იგივე სენატორი რიშისა და იგივე სენატორი ლიციგრემისა. ესეც ვთქვა. აი რა პოლიტიკას როგორ ელოდება, ან რატო ელოდება საქართველოს ხელისუფლება გადატვირთვას ამერიკის შეერთებული შტატ. ნუ თუ გონია რომ რუბიოს მიერ გამოგზავნილი მილოცვა თუ მოლოცვა, ან რუბიოსთან სატელეფონო ზარი პრემიერი კობახიძისა, ან ტრამპის გამოგზავნილი მოლოცვა ყაველაშვილისადმი, რომელიც ეგრამაკის პასუხია და ვერც გამოაქვეყნეს, იმიტომ რომ სატიტულო ბლანკი მე ვერ ვნახე და თავად ვინახავენ რა მოგახსენოთ რა გითხრათ გაგაყაროთ. ნუ თუ გონიათ რას უნდა დაეფუძნოს ეს გადატვირთვა. მაგიარეთ და ისეთი ვიქნები, როგორიც ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციისთვის შესაძლოა ადამიანის უფლებები შედარებით ხაც უსვამ. განსხვავებით დემოკრატებისაგან, ცოტაზე ოდნავ არის უკანა პლანზე გადაწეული და ამერიკის ინტერესები შეიძლება უფრო უსაფრთხოების მათ შორის ინტერესები უფრო წინ წამოწეულია. ეს არ ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ადამიანის უფლებებს უგულებელყოფს. ვენესუელაში არ უგულებელყოფს. არ უგულებელყო ირანში, არ უგულებელყო არსად და აი ხა საქართველოსთან დაკავშირებით ასეთი ხმადაბარი ვერ იქნება. მოკლედ რას ეფუძნება? ან რა უნდა? ჩვენ არ ვისაუბროთ იმაზე თუ ჩვენ რა გვინდა.
ვისაუბროთ ფაქტებით და ფაქტები არის შემდეგი. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა პრეზიდენტად და საკრალური 20 იანვარი გადაგორდა ისე რომ არ აღდგა ამერიკასთან ურთიერთობა, მას შემდეგ მოყოლებული მე გაგახსენებთ ჩვენი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩების მცდელობას, რომ ახალი ადმინისტრაციის გზავნილები უშუალოდ ბიძინა ივანიშვილამდე მიეტანათ და ივანიშვილმა ზუსტად სხვა შორის იყო შარშან მათ შორის, როდესაც ივანიშვილი ამბობდა, რომ აიო, ჩემი ფულიო მე რო დამბრუნებოდა, მზად ვიყავი ამერიკას, სადაც მეტყოდა იმ ანგარიშზე ჩამერიცხავე ეს ყველაფერიო, ვითომ სუვერენიტეტს რო იცავს, მაგრამ აქ ყოველ ჯერზე, მათ შორის კრიტიკული მედიის მიერ მიღებული სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხებით შეერთებულ შტატებში ამბობს შემდეგს. რომ ქართულმა იცის, ოცნებამ იცის რა უნდა გააკეთოს და ჩვენ ველოდებით მას. და ქართული ოცნება ამბობს, რომ არ იცის რა უნდა გააკეთოს შესაბამისად, ის ცრუობს, იმიტომ რომ გარდა იმ საჯარო პოზიციებისა, რომელიც მაკა ბოჭორიშვილსაც გადასცეს, ირაკლი კობახიძესაც, მათ შორის დარწმუნებული ვარ, ივანიშვილს რომ უარი არ ეთქვა ელჩისგან მოისმენდა უშუალოდ. აქ ისინი არაპირებად რაიმე შეცვლას და რაიმეს სახელმწიფოს ინტერესების პრიზმით მოქმედებას. შესაბამისად, მიიღონ ივანიშვილი ისეთი, როგორიც არის, ეს არ გამოვა, ფაქტია, რომ 2 წელი არ გამოვიდა სანქციები, არ მოუხსნიათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც დააწესა ჯერ კიდევ პრეზიდენტმა ბაიდენმა. შესაბამისად, ეს არ არის მარტივი მდგომარეობა და ამას უკავშირებ მე ერთის მხრივ ივანიშვილის დუგინის ბატონი შათირიშვილის ღია განცხადებებს, რომ ტრამპის დიფცენტენ არის მართული და ასევე მოვკავშირებ მათ შორის პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას. სხვათა შორის ერთი დეტალი თქვენ აღნიშნეთ, რომ ესე იგი ივანიშვილს შესთავაზეს, ივანიშვილმა შესთავაზა, რომ მეო დამიბრუნეთ თანხაო და გადავრიცხავ სადაც მეტყვითო დაახლოებით 600-700 მილიონზეა ლაპარაკი, მე რო იყო რაღაც რჩეველთა შორის რჩეველი, ხო, მეტყოდი რომ უკრაინის დახმარების ფონდში გადარიცხებს კიდე ეგრევე და ამუხრუჭებდა და გადარიცხა. პრინციპში თავდება ჩვენი საუბარი თეორია მადლობა მინდა გადაგხელო, მაგრამ ბოლო კითხვა ეგრამაკის პასუხი. მათ შორის დაკავშირება აი შუა დერეფნის კონტექსტისაც ვერ გაყიდის ივანიშვილი. ის რომ ჩვენი მნიშვნელოვანი რეგიონით უნდა ივანიშვილს რომ გაყიდოს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, სხვათა შორის მისი მოლაპარაკე თავები ამას სულ ამბობენ, რომ რუკას თუ დახედავენ და საქართველოს სადაც არის და შუა დერეფანია და ამიტომ ელოდებიან იმას, რომ ტრანზაქციული ურთიერთობები დაიწყონ ქართულ ოცნებასთან, შეერთებულმა შტატებმა, ამ შემთხვევაში ტრიპის ჭრილში და ევროკავშირმა შუა დერეფნის ჭრილში. ამაზე ძალიან მკაფიო პასუხი მათ შორის თქვენ ნახეთ გერმანიის ელჩისგან, ბატონი პიტერ ფიშერისგან, რომ არ იქნება ვაჭრობა გეოგრაფიით და რომ ფასეულობები და ღირებულებები მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენ მოვხედავთ შეერთებულ შტატების მხრიდან ამ ტრანზაქციულ ურთიერთობებს და ივანიშვილის იმ ვარაუდს, რომ მიიღებენ ისეც როგორიც არის, იმიტომ რომ შუა დერეფნის დისკუსიები, რაც იყო ევროკავშირის მიერ ინიცირებული, საქართველო არც ლუქსემბურგში ყოფილა, არც ტაშკენტში, მიუხედავად იმისა, რომ იქ იყო სომხეთი, იქ იყო აზერბაიჯანი, იქ იყო თურქეთი, იმავდროულად, როდესაც საუბარი არის ტრიპზე, ტრამპის გზა მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის, აქ საერთოდ არ არის არანარი ხედვა და დისკუსია, მათ შორის ქართული ოცნების მხრიდანაც, რომ სადმე საქართველოსთან აი ამ პროექტს კავშირი ექნება და რაიმე ტიპის ხედვა აქვს, თუ როგორ ხედავს ტრიპის და საქართველოს შუა დერეფნის შესაძლებლობების გამოყენებას და რას აკეთებს ამისთვის, შეხედავთ რაიმე ოდიში უკაცრავად ტაპლო ჩამოვართ. უკაცრავად. განაგზით ქავთუმთე უნდა დიახ. უკაცრავ არა, ესე არ გამოვა უკაცრავად. არა, საინტერესო ფორმატი გამოგივიდა. ძალიან უჩვეულო, დიახ, ზადეთ.
შესაბამისად, ამ ვითარებაში ტრანზაქციული ურთიერთობები არ გამოდის, ეს არის მოცემულობა და ტრანზაქციულ ურთიერთობებს კუთხით ქართულ ოცნებას არ უთქვამს თუნდაც რას აპირებს და როგორ აპირებს და როგორ ხედავს საქართველოს მომავალს აი ამ ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობის კუთხით. ამიტომ პროგნოზები არ არის ნამდვილად დამაიმედებელი ქართული ოცნებისთვის, თუმცა არც საქართველოსთვის, იმიტომ რომ თუ საქართველოს აქამდე ქონდა უპირატესობა ყოფილიყო ერთადერთი დერეფანი მაშინ როდესაც იყო ყარაბაღის საკითხზე კონფლიქტი და მათ შორის ხიდი იყო საქართველოს სომხეთისთვის დღეს ეს პარადიგმა შეცვლილია და მაშინ როდესაც შესაძლებელია ტრიპი გახდეს ალტერნატივა საქართველოსი და ეს მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურებით და არა იმ შესაძლებლობებით რომელსაც ევროკავშირიც აძლევს და მე გაგახსენებთ ევროკავშირის მათ შორის შავი ზღვის სტრატეგიას და ხედვას, სადაც საუბარია როგორც უკრაინაზე, მოლდოვაზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე და მათ შორის საქართველოზე, სადაც ჩანაწერია, რომ თუ საქართველოს ექნება სურვილი დაბრუნების და მან იცის რა უნდა გააკეთოს. შესაბამისად, ეს არის ის მძიმე რეალობა, რისი თვალის გასწორებას აუცილებლად მოუწევს ივანიშვილს, როდესაც აი ეს თარიღები, რადგან ჩვენ ვილაპარაკეთ სომხეთში არჩევნების დემოკრატიულად დასრულება და მათ შორის ირანის კრიზისის დასრულება იქნება განხორციელებული. ეუნა აკუბარდია, იმდენად საინტერესო პასუხები გაქვთ, იმიტომ რომ მე კიდევ 15 წუთი უნდა გაგაჩეროთ, მაგრამ თქვენს გეჩქარებათ და მეც ხო აქედან გამომდინარე გაგანთავისუფლებ და ძალიან დიდ მადლობას. დიდი მადლობა თქვენ და უკაცრავად ტექნიკური ხარვასებისთვის. ხდება ხოლმე და ასეთია ჩვენს პირობებში მუშაობა, თქვენიც და ჩემიც. თქვენს დაპირთული დღე გაქვთ დარწმუნებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და გამარჯვებას. მადლობა. მადლობა. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.